მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბროთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ინფორმაციის წყაროებზე. და ამ ვიდეოს რამდენიმე ნაწილად დავუყოფ. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ინფორმაციები ცალ-ცალკე ღირებული იყოს და მაინც ერთმანეთზე დიდად გადაჯაჭვული არ არის, ხო, რა თქმა უნდა, არის ერთი თემა, თუმცა დამოუკიდებლად მნიშვნელოვანია, მოკლედ, ამის თქმა მინდა. ეხლა პირველ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე და საჯარო და ინსაიდერულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ფასიანი ქაღალდების ჭრილში. ინვესტიციებზე გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ბაზრის ანალიზი. ეს კი თანამედროვე განვითარების მქონე საფონდო მოედნებზე არსებული ინფორმაციული წყაროების ანალიზი, როდის რა ვიყიდოთ, გავყიდოთ, რატომ რა ფასში და სხვა. ამ ინფორმაციის ერთობლიობას ფასიანი ქაღალდების ბაზრის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა ეწოდება. ეს სისტემა ქმნის იმ ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბაზრის პროფესიონალი მონაწილეებისათვის, ასევე ემიტენტებისა და ინვესტორებისათვის. ემიტენტი და ინვესტორი გვახსოვს ვინც არის, ხო? ემიტენტი არის ფასიანი ქაღალდების გამომშვები, გამომცემი, ინვესტორია ეს მისი შემძენი. პოტენციური. ფასიანი ქაღალდების ბაზრის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა შემდეგ ხარისხობრივ ერთეულებს მოიცავს. საკანონმდებლო რეგულაციები, ანუ საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანონს ფასიანი ქაღალდის ბაზრის შესახებ და კანონს მეწარმეთა შესახებ. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტრუმენტების კლასიფიკაციასა და ბრუნვის მიზნით მნიშვნელოვანია ისეთი კანონები, როგორიცაა კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, დებულება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ და მარეგულირებლის მიერ გამოცემული დებულებები და წესები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ბაზარზე მოქმედი თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიერ გამოცემული შიდა წესები და ნორმატივები. სხვადასხვა არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი და მეწარმეთა შესახებ კანონის მთავარი რაღაცა შემოქმედი და ძრავი მაგ საქმეში იყო კახა ვენდოქიძე. ნამდვილი გოუთი. საგაზეთო ჩანართები, გადაცემები, ასევე სხვადასხვა სახის საბირჟო ფინანსური და სპეციალიზებული ინფორმაციის საშუალებები, რომელთაც აქვს საკონსულტაციო, საინვესტიციო და ანალიტიკური გამოცემები. გლობალური ინფორმაციული სისტემები, როგორიცაა Bloomberg, Reuters, Wall Street Journal, The Economist, BBC და ასე შემდეგ, ასევე როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური საფონდო მოედნების სპეციალიზებულ მონაცემთა ბაზები ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, რომელიც როგორც წესი განთავსებულია ამა თუ იმ საფონდო მოედნის კუთვნილ კორპორაციულ ვებგვერდზე, სხვადასხვა სამთავრობო თუ სტატისტიკური ანგარიშები, რომლითაც აქვეყნებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორი, საქართველოში ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. წამყვანი გლობალური სარეიტინგო კომპანიების მონაცემები, საჯარო შეთავაზების პროცესში ამა თუ იმ კომპანიის ემისიის პროსპექტის პუბლიკაცია, პირველადი განთავსების შედეგების შესახებ ანგარიში, კომპანიების მიერ წარმოდგენილი წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშები, მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაცია საფონდო ბირჟებიდან, საფონდო ბაზრის ინდექსები, სხვადასხვა საინვესტიციო კონსულტანტებისა და კომპანიების მიერ მომზადებული ბაზრის პროგნოზები და შეფასებითი მასალები, ბაზარზე მოქმედი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებისა და ბანკების მიერ გავრცელებული პერიოდული ანალიტიკური მიმოხილვები, არაფორმალური ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ადგილობრივ ბაზარზე ურთიერთმოლაპარაკებების და არჩეთა გასვლის შედეგად. საინფორმაციო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, ანუ ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ინფრასტრუქტურა. საინფორმაციო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ბაზარზე ინფორმაციის ღიაობას და ხელმისაწვდომობას და ამით მცირდება ეკონომიკური თუ ფინანსური რისკი ინვესტორის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. ამ მხრივ საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ტრანსპარენტულობა, მისი ოპერატიულობა, სიზუსტე და გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი თუ მუშაობს აი როგორც კრიტერიუმები არის, რომ არის ტრანსპარენტულად, ანუ რაღაცა არ არის შეფარული, არის ყველაფერი ღია, არის ოპერატიული, არის ზუსტი და უტყუარი. ამ შემთხვევაში ეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ფუნქციონირებს გამართულად. საჯარო და ინსაიდერული ინფორმაცია. ინფორმაცია მის სიზუსტე და უტყუარობა განსაზღვრავს ფასს და ღირებულებას, რომელიც უნდა გადავიხადოთ ბაზარზე, ან გავყიდოთ ჩვენს ხელთ არსებული აქტივი.
განსაკუთრებულია ინფორმაციის მნიშვნელობა ფასიანი ქაღალდის ბაზრის სივრცეში. ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, სხვადასხვა ფისკალურ გადაწყვეტილებაზე, ამა თუ იმ ბიზნესის მდგომარეობასა და მოლოდინზე განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ტრენდს და დინამიკას. ამ მხრივ ინფორმაცია იყოფა ორ ნაწილად: საჯარო და ხელმისაწვდომი და არასაჯარო კონფიდენციალური ან ინსაიდერული. საჯარო ინფორმაცია ითვლება ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პოტენციური ინვესტორისათვის და ის არ ითხოვს რაიმე ძალისხმევას მის მისაღებად. ეს ინფორმაცია ექვემდებარება საჯაროობას ქვეყანაში მიღებული საკანონმდებლო წესების მიხედვით. ასეთ ინფორმაციას მიეკუთვნება ფასები საფონდო ბირჟაზე, ამა თუ იმ კომპანიის წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშები, მნიშვნელოვანი შენაძენი, ემისიის პროსპექტები, სარეკლამო ბუკლეტები, რომლებიც ვრცელდება ემიტენტი კომპანიების მიერ, ფორუმები, ინვესტორთა კონფერენციები და სხვა. ამის საპირწონედ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაცია, ანუ ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ისეთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ან ჯერ არ გახმაურებულა ახალი პროდუქტის დანერგვა, შეერთება და სხვა. რომლის გამოყენება ბაზარზე დასჯად იქმედება, რადგან არ ღვევს იმ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა საფონდო ინდუსტრია. ანუ ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება ბაზარზე დასჯად იქმედება ყოფილა, რადგან არ ღვევს იმ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა საფონდო ინდუსტრია. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავის წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში მიწილეობით ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება: ა. თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერული ინფორმაციასაც ის ფლობს. b. მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის პროფესიული ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და g. ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ურჩევს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვილებლად. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენი ამ პატარა ვიდეოთი შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ არსებობს ორი ტიპის ინფორმაცია ბაზარზე, ეს არის საჯარო და ინსაიდერული. საჯარო აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ, რათა არ გვავალდებულებს ამას, რა თქმა უნდა, არავინ, თუმცა ჩვენ თუ რაღაც ზრულად და გონიურულად ვაზროვნებთ, მაგ შემთხვევაში გამოვიყენოთ ამ საჯარო ინფორმაციას, ხო? მაგრამ ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება აკრძალული ყოფილა. შეხვდებით შემდეგ ნაწილში.